შეიძლება Silkbank-ის მაგალითად CSR აქტივობა იყოს თუნდაც იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც ამ ეტაპზე ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს, თუმცა არ გულისხმობ კონკრეტულად ქველმოქმედებას, აი შეიძლება იგულისხმებოდეს თუნდაც stay at home მამები, მაგალითად დედები, რომლებსაც რაც გარკვეული მიზეზების გამო ამ ეტაპზე ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს და ჩემთვის ეს ბრენდი არის ბრენდი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს კონდეთ წვდომა საჭირო და ხელსაყრელ რესურსებზე, იცხოვრონ უკეთესად და გონია რომ ამის გარშემო შესაძლებელია ადამიანების ლოიალური ადამიანების გაერთიანება, იმიტომ რომ კი ეს ემოციები და ჟრუანტელი ძალიან კარგად ჟღერს ხშირად, მეც მგრის ხოლმე ჟრუანტელს ეს ყველაფერი, თუმცა ხანდახან ცოტა მოკლევადიანია ეგ და საბოლოო ჯამში უკეთესი შედეგი ზოგჯერ მაშინ იდება, როცა ცოტა უფრო გრძელვადიანი მიზნებისკენ ხარ მიმართული და ადამიანებს მართლა იმაში ეხმარები, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ იმისთვის, რომ უკეთესად იცხოვრონ.